ახალი წლის დღეებს ბოლნისმა, ნინოწმინდა მოზურგეთმა, მესტიამ ქუთაისმა და ლანჩხუთმა უმასპინძლა. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო გასართობის სივრცეები. მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის 63 ქალაქში 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს მასშტაბით 63 ქალაქი და 10 დღე 2025 წლის დადგომამდე დღეების ათვლა და საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ყველა მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობებსა და ღონისძიებებს აწყობენ. ოზურგეთში საზეიმო დაინთო ქალაქის მთავარი ნაწვისხე. მუსიკალური, თეატრალიზირებული და გასართობი პროგრამების შემდეგ ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაჯილდოვდნენ საპატიო ოზურგეთელები. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების წინაშე გამორჩეული ღვაწლისთვის და უსურვო წარმატებები და ბედნიერი მომავალი. წელს გვაქვს ულამაზესი ნაძვისხე ოზურგეთს და ასევე ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დღეს ქონდა მადლიერების გამოხატულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ოზურგეთს, გურიას და სრულიად საქართველოს ემსახურებიან. გამორჩევით, როდესაც დაგასახელებენ მით უმეტეს ასეთ კუთხეში, როგორიც არის გურია ქალაქში ოზურგეთში, ცოტა უფრო სხვანაირი სიამაყის გზნობა გეუფლება ადამიანს და ძალიან მეამაყება, რომ ეს ამბავი მოხდა. ჩვენი მთავარი მასაძლებელი არის ის სიტყვა, რომელიც მოდის მაყურებლიდან, ასე რომ თითოეულ მათგანს უზარმაზარი მადლობა მინდა გადაუხადო და ყველას გილოცავ კიდევ ერთხელ დამდეგ 2025 წელს.